2026 წლის 19 ივლისი. ღამე დაეშვა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე. დაახლოებით 280 მილის დაშორებით უკრაინიდან 13 მილიონიანი ქალაქი მოსკოვის ძინავს. მაგრამ მოსკოვს მწარე გამოღვიძება ელის. რადგან უკრაინის დრონების არმია მისკენ მიემართება. არა მხოლოდ რამდენიმე დრონი, ან თუნდაც რამდენიმე ათეული. 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ცაში აფრინდა და რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გულისკენ მიემართება. როის მისია ნათელია. დათესოს ქაოსი რუსეთის დედაქალაქში, გაანადგუროს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და გააგრძელოს კიევის მცდელობა, რომ ომი მტრისთვის მაქსიმალურად ძვირადღირებული და არამდგრადი გახადოს. როდესაც დრონები მოსკოვს უახლოვდებიან, ქალაქის დამცავი რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რგოლები აქტიურდება. სარაკეტო სისტემები, როგორიცაა პანცირ S1, აქტიურდება. მობილური საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ცაში იარაღს უმიზნებენ, ხოლო ელექტრონული ომის სისტემები ირგვლივ ჩახშობის სიგნალებს ასხივებენ. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და ძალიან გვიან. ჯარი უკვე კარიბჭესთანაა და ის იმდენად დიდია, რომ რუსეთის გამოფიტულ თავდაცვას მისი მოგერიება აღარ შეუძლია. რამდენიმე წუთში პირველი აფეთქებები დაიწყება და კვამლი კიდევ ერთხელ დაფარავს რუსეთის დედაქალაქის ცას. და ეს თავდასხმა მოხდა ზუსტად 24 საათის შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქმა კიევმა ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტევა გადაიტანა. 18 ივლისის ღამეს რუსეთმა გადაწყვიტა კიევზე მასიური ბალისტიკური რაკეტების სალო დაეშვა, აშკარა განზრახვით, მიეყენებინა რაც შეიძლება მეტი ზიანი, მიუხედავად იმისა, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე მოხვებოდა ჯვარედინ ცეცხლს. რამის სიჩუმეში ქალაქის საჰაერო სივრცეში სხვადასხვა ტიპის 41 რაკეტა დაფიქსირდა, რომელთაგან ბევრი ზებგერითი სიჩქარით მოძრაობდა. იმ დროისთვის, როცა საჰაერო განგაშის სირენები უკრაინის დედაქალაქში აყვირდა, მოსახლეობას თითქმის აღარ ჰქონდა დრო, რომ საწოლიდან წამომხდარიყვნენ, საყვარელი ადამიანები შეეკრიბათ და თავშესაფარში ჩასულიყვნენ. სანამ აფეთქებები დაიწყებოდა. რაკეტების სიჩქარე და მანევრულობა, მათ რაოდენობასთან ერთად, უკრაინის საჰაერო თავდაცვას ძალიან გაურთულა თავდასხმის მოგერიება, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით 125 რუსული დრონიც მონაწილეობდა. უკრაინამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა შექმნა, რომელიც დასავლური რაკეტების სისტემების, როგორიცაა პატრიოტი და აირის TSLM-ის ნაზავს მოიცავს. ძველი საბჭოთა სისტემები, როგორიცაა SAMAS-MASI, ელექტრონული ბრძოლის ჩამხშობები, ავტომატური კოშკურები და მობილური ცეცხლის ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილია ანტისაჰაერო ქვემეხებით, მძიმე ტყვიამფრქვევებით და მხარზე სატარებელი რაკეტების სისტემებით. სამწუხაროდ, ქვეყანას ძალიან აკლდება ძვირადღირებული ჩამჯერი რაკეტები, რომლებიც საჭიროა ყველაზე სწრაფი და საშიში რუსული საფრთხეების, როგორიცაა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, გასანეიტრალებლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სამხედროებმა შეძლეს უპილოტო აპარატების უმრავლესობის ჩამოგდება, 125-დან 108 განადგურება მოახერხეს. მათ მხოლოდ რაკეტების ნახევარზე ნაკრების შეჩერება შეძლეს, უფრო ზუსტად კი 18-ის. დანარჩენებმა მიზანს მიაღწიეს. კიევის გარშემო მრავალი აფეთქება მოხდა, რაც კიდევ უფრო მეტ განადგურებას მოუტანა ქალაქს, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული მუდმივად იტანჯება. ჰაერში აფეთქებების ხმა ისმოდა. ბევრი რაკეტა კი ნანგრევებისა და მძვინვარე ხანძრების კვალს ტოვებდა. დარტყმები ქალაქის რამდენიმე რაიონში მოხდა. საცხოვრებელი შენობები, საწყობები, საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი, ყველა მათგანი დაზიანებულ შენობებს შორის იყო ღამით. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე მეტროს სადგურიც დაზიანდა, ხოლო ახლო მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი ჩამოინგრა. მაშველებს კი მხოლოდ ნანგრევების გროვა დარჩათ გასაცხრილად. დაახლოებით 600 ასეთი მუშაკი, ასევე მედიკოსები, პოლიციელები და სხვა საგანგებო სამსახურის თანამშრომლები გამოძახებულნი იყვნენ თავდასხმის შემდეგ. ხანძრების ჩასაქრობად, ნანგრევების გასაწმენდად, მახეში ჩავარდნილი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად და სასტრაფო სამედიცინო დახმარების გასაცევად მათთვის ვისაც ეს სჭირდებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა და რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ანდრეი სიბიხამ, უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში, რომელიც კიევმა ომის დაწყების შემდეგ გადაიტანა და დედაქალაქი რუსეთის ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა. სანამ კიევში ცეცხლი ჯერ კიდევ გიზგიზებდა, რუსული დრონები და ბომბები ასევე უთქვამდნენ ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებს. იყო შეტევების შესახებ ცნობები ზაპორიჟიაში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, და ხერსონში, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 75 წლის ქალი. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ხოლო 16 წლის ბიჭი დაიღუპა ოდესის ქალაქში მას შემდეგ, რაც რუსებმა გასართო პარკს შეუტიეს. შეტევა, შეტევის შემდეგ აფეთქება, აფეთქების შემდეგ, სიკვდილი, სიკვდილის შემდეგ. რუსეთის დაუნდობელი შეტევა შეუჩერებლად გრძელდება, მაგრამ უკრაინას აღარ უწევს უბრალოდ უმოქმედო დაიტანოს ეს. ახლა მას აქვს იარაღი, რომ საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში დაარტყას და კრემლს თითოეული შეტევისათვის პასუხი გასცეს. და კიევზე თავდასხმის შემდეგ საათებში უკრაინის ძალებმა მაშინვე დაიწყეს შურისძიების დარტყმისთვის მზადება.
მას შემდეგ, რაც დედაქალაქზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა გადაიტანა, უკრაინა მოუთმელად ელოდა მოსკოვზე ანალოგიური დარტყმით პასუხის გაცემას. ასე რომ 19 ივლისის განმავლობაში მაშინ როცა მაშველები ჯერ კიდევ კიევის ქუჩებში მუშაობდნენ, უკრაინული დრონების ეკიპაჟები უზარმაზარ უპილოტო აპარატების ჯგუფს ამზადებდნენ, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა მოდელისგან, მათ შორის იყო სატყუარა დრონები და გრძელდისტანციური ერთმხრივი დარტყმის აპარატები, როგორიცაა Firepoint FP, FP1 და როგორც კი მზე ჩაესვენა, ეს ჯგუფი სიბნელის საფარში გაუშვეს. ასობით უკრაინული დრონი სხვადასხვა ადგილიდან აფრინდა ცაში და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა რუსეთის დედაქალაქისკენ გაემართა, უკრაინის მეთაურებმა ყურადღება მხოლოდ მოსკოვზე არ გაამახვილეს. ისინი ასევე ცდილობდნენ, რომ სხვა მნიშვნელოვანი ადგილები და სამიზნეები არ დაივიწყებინათ, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუ არა უფრო მეტადაც კი. მაშინ როცა ასობით დრონი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაემართა გრძელ ფრენაზე, მცირე ჯგუფი საპირისპირო მიმართულებით სამხრეთისკენ, აზოვის ზღვისკენ წავიდა. ეს მნიშვნელოვანი წყლის აუზი მდებარეობს ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის მატერიკს შორის, ასევე შავი ზღვა, რომელიც კიდევ უფრო სამხრეთითაა განლაგებული. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდები აქტიურად მოქმედებდნენ ამ წყლებში, უკანონოდ გაქონდათ ნავთობი და სხვა საქონელი. კრემლის ბიუჯეტში ასე შექონდათ ასე საჭირო თანხები, ამასთანავე ისინი აწვდიდნენ აუცილებელ მარაგებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს. მაგრამ ბოლო კვირებში უკრაინამ ყურადღება გაამახვილა ფლოტის ოპერაციების ჩაშლაზე, დააზიანა და კიდეც ჩაძირა მრავალი ტანკერი, სატვირთო გემი და სხვა ხომალდი. როცა ისინი ცდილობდნენ სვების გადაკვეთას. და 19 ივლისის ღამეს კიდევ რამდენიმე ხომალდი იგივე ბედს უნდა შეხვედროთ. უპილოტო სისტემების ძალების მეთაურ რობერტ მაჯარ ბროუდის ხელმძღვანელობით, უკრაინელი FPV დრონის პილოტები თავიანთ კამიკაძე უპილოტო აპარატებს სამიზნეებისკენ მიმართავდნენ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ და თერმული კამერებით იყვნენ აღჭურვილნი, რათა მარტივად გამოეღოთ სხვადასხვა ხომალდები, რომლებიც წყლის ზედაპირზე იყვნენ განთავსებულნი. დრონებს მცირე სიფთულე ჰქონდათ რუსულ ხომალდებზე დამიზნებაში, რომლებიც ძალიან დიდი და ნელი იყვნენ, რათა რაიმე სახის თავის არიდების მანევრი შეესრულებინათ. გარდა ამისა, რამდენიმე შეიარაღებული მცველის გარდა, რომლებიც გემბანებზე იყვნენ განთავსებულნი, ამ ხომალდებს რეალურად არანაირი საშუალება არ ჰქონდათ დრონების შეტევების თავის დასაცავად. უკრაინის დრონებმა მიზანში ამოიღეს და სწრაფად გაემართნენ ხომალდებისკენ. პირველი აფეთქების ხმა გაისმა, რომელმაც ტალღები გაავრცელა წყლის ზედაპირზე. დანარჩენ ხომალდებზე მყოფმა ეკიპაჟებმა და კაპიტანებმა აფეთქების ხმა გაიგეს და ალი დაინახეს, მაგრამ შემოტრიალების დრო აღარ ჰქონდათ. იცოდნენ, რომ შემდეგი რიგში ისინი იყვნენ, ამიტომ მხოლოდ ლოდინი და დარტყმისთვის მზადება შეეძლოთ. კიდევ ერთი ხომალდი დაიზიანა, შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი. უკრაინის დრონები კი მიზანმიმართულად ესროდნენ თითოეული ხომალდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს, ხრელებს უტოვებდნენ კორპუსებში და ხანძარს აჩენდნენ ზედნაშენებში. ისინი უმოქმედოდ და კვამში დარჩნენ, ხოლო ეკიპაჟის წევრები სასწრაფოდ გარბოდნენ მაშველ ნავებში. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, სულ 7 ხომალდი იყო დაზიანებული დრონების მიერ. ამან ივლისში უკრაინის მიერ თავდასხმული ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდების საერთო რაოდენობა გასაოცარ 183-მდე გაზარდა. შემდგომში რუსმა ოფიციალურმა პირებმა აზოვის ზღვაში გადაზიდვების ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ქვეყნის ფინანსებზე, რადგან ის ვეღარ შეძლებს ნავთობისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ამ წყლის გზით საერთაშორისო მყიდველებთან გადაზიდვას. და სანამ კვამლი ავსებდა ზღვების ზემოთ ცას, კიდევ უფრო მეტი უკრაინული დრონი მზად იყო. ჯოჯოხეთი დაეტეხა თავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამიზნეზე, ხმელეთზე. მრავალი მილით ხმელეთის სიღრმეში, შორს აზოვის ზღვის ქაოსისგან, უკრაინული დრონების ჯგუფი მიემართებოდა ხერსონის რეგიონის რუსეთის მიესეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ალფა სპეციალური ოპერაციების ცენტრის ოპერატორთა ჯგუფის მიერ კონტროლირებადი. დრონები უბრალოდ არ ათვალიერებდნენ ტერიტორიას რაიმე შემთხვევითი რუსული ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად. მათ ძალიან კონკრეტული სამიზნე ჰქონდათ განზრახული და თითოეული მათგანი პირდაპირ მისკენ მიემართებოდა. ეს სამიზნე იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ანუ FSB-ს კოორდინაციის ცენტრი. თანამედროვე მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სამარცხვინოდ ცნობილი KGB-სა, რომელიც განთავსებული იყო ძველ პანსიონატის შენობაში, რომელიც რუსეთმა ხელახლა გადააკეთა მას შემდეგ, რაც მათმა სამხედროებმა ტერიტორია დაიკავეს. ცენტრში გავრცელებული ინფორმაციით ნებისმიერ დროს შეიძლება იმყოფებოდეს ასამდე სამხედრო და FSB-ს ოფიცერი. სავარაუდოდ ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა შენობაში და ღრმად ეძინა 20 ივლისის დილის საათებში, როცა უკრაინის დრონები მიუახლოვდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ და ამის საფუძველიც ჰქონდათ, რადგან ცენტრი ძლიერად იყო დაცული. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ობიექტზე რამდენიმე შეიარაღებული მცველი იმყოფებოდა, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეებს აკვირდებოდნენ. რუსეთის ძალებს ასევე ჰქონდათ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც დარტყმის დროსაც ფუნქციონირებდა, ასევე ბარიერები და მიწისქვეშა თავშესაფრები, სადაც ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შეეძლოთ გადახვეწა, თუ მოახლოებული თავდასხმის ეჭვი გაჩნდებოდა. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ამ ადგილის დასაცავად ამდენი რესურსი გამოიყენა, მის მნიშვნელობაზე მიუთითებს. მრავალი თვალსაზრისით, FSB კრემლის მთელი სასაომარი ძალისხმევის ტვინია. სწორედ ამიტომ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი სადაზვერვო სააგენტოების ბაზები და შტაბები მაქსიმალურად დაცული და საიდუმლო იყოს. იყო დრო, როცა უკრაინას გაუჭირდებოდა ასეთი ობიექტის დარტყმა. მას უბრალოდ არ ჰქონდა ტექნოლოგია ან საკმარისი რესურსი, რომ რუსეთის თავდაცვა გაევლო და FSB-ს ობიექტისთვის სერიოზული ზიანი მიერენებინა. მაგრამ ის დრო უკვე წარსულს ჩაბარდა და 2026 წლის უკრაინა მნიშვნელოვნად ძლიერია ვიდრე ადრე იყო.
მას აქვს დრონები, რომლებიც უფრო სწრაფია, ჭკვიანია, გამძლეა და აღჭურვილია უფრო დიდი და დამანგრეველი საბრძოლო თავებითაც. და იმ დრონებიდან 13 სულ ცოტა ხანში ბაზას დაეჯახებოდა. მათი პილოტები უსაფრთხო მანძილიდან, ათეულობით მილის მოშორებით ეკრანებზე აკვირდებოდნენ, როგორ უახლოვდებოდნენ ისინი სამიზნეს. ისინი გადაუფრინდნენ რუსულ ბარიერებს, გვერდი აუარეს შეიარაღებულ მცველებს და დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც დაახლოებით 70 მანქანა იყო გაჩერებული ობიექტის გარშემო. ეს იყო ნათელი ნიშანი იმისა, რომ იმ დროს შენობაში სავარაუდოდ ათეულობით ოფიცერი იმყოფებოდა. ამ ფაქტით გამხნევებულებმა და მტრის სადაზვერო სააგენტოსთვის ძლიერი დარტყმის მისაყენებლად მოტივირებულებმა პილოტებმა სიჩქარეს მოუმატეს. ისინი გაიფანტნენ და შემდეგ თავიანთი დრონები პირდაპირ ობიექტში გაუშვეს. ერთი დრონის შემდეგ მეორე ეჯახებოდა სამიზნეს, აფეთქებდა კედლებსა და სახურავებს, იწვევდა ძლიერ ხანძრებს, რომლებიც საათობით მძვინვარებდა. შეტევა სწრაფი და ეფექტური იყო. რუსებს ძალიან ცოტა დრო დაუტოვა რეაგირებისა და პასუხის გასაცემად და რამდენიმე წუთში ცენტრის დიდი ნაწილი კვამლში გაეხვა. არავინ იცის, რამდენი ფსბ-ს თანამშრომელი დაიღუპა ან დაიჭრა მას შემდეგ. რუსეთი, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში არ გაავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს. მაგრამ ეჭვი არ არის, რომ იმ ღამით სააგენტომ ძალიან სერიოზული დართვა მიიღო. მაგრამ უკრაინის დრონების თავდასხმის ყველაზე დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უნდა განვითარებულიყო რამდენიმე ასეული მილის ჩრდილოეთით, იმ ქალაქში, რომელიც რუსეთში ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა. მაშინ, როცა დიდი დრონების ჯგუფის მცირე ნაწილი გადაუხვია და წარმატებით დაარტყა სამიზნეებს აზოვის ზღვაში და ოკუპირებულ ხერსონში, 400 უპილოტო აპარატისგან შემდგარი არმიის უმეტესობა პირდაპირ რუსეთის დედაქალაქისკენ გაემართა, როცა ქალაქის გარეუბანში შევიდნენ. ზოგიერთი დრონი რუსულმა თავდაცვამ გაანადგურა. ზოგიერთ სიგნალი კრემლის უახლესმა ელექტრონული ბრძოლის სისტემებმა დაუხშა. კომუნიკაციისა და ნავიგაციის სისტემების გათემების გათიშვის შემდეგ ისინი ჰაერიდან სპირალურად დაეშვნენ და მიწაზე ჩამოვარდნენ. სხვაები ჩამოაგდეს გადამტრელებმა და სახმელეთო ჯგუფებმა. როი ნელა და თანდათანობით მცირდებოდა, მაგრამ ის იმდენად დიდი იყო, რომ რუსეთს მთლიანად მისი განადგურება არ შეეძლო და ბევრმა უპილოტო აპარატმა მოსკოვის გარე თავდაცვით რგოლს გააღწია, სანამ გაიყოფოდნენ და თავიანთ კონკრეტულ სამიზნეებზე გაიმართებოდნენ. ზოგი მათგანი ინდუსტრიული მოსკოვის გარეუბნის, პოდოლსკის მიმართულებით გაემართა, რომელიც თავად კრემლიდან სულ რაღაც 25 მილის სამხრეთით მდებარეობს და დაარტყა ერთ-ერთ მთავარ ნავთობის საცავს. ასეთი ტიპის ობიექტები კიევის დრონებისთვის ჩვეულებრივ სამიზნედ იქცა, რადგან უკრაინული ძალები ცდილობენ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. რაც უფრო მეტ ნავთობის საცავს, გადამამუშავებელ ქარხანას და მილსადენს დააზიანებს ან გაანადგურებს უკრაინა, მით უფრო მეტ ფულს დაკარგავს რუსეთი და მით უფრო გაუჭირდება ომის გაგრძელება. პოდოლსკის საცავი კი იყო უახლესი სამიზნე იმ გრძელ სიაში, რომელიც უკვე დაზარალდა. ადგილობრივი მცხოვრებლები სირენებისა და აფეთქებების ხმამ გააღვიძა ღამით. მრავალი მათგანი ტელეფონებს დასწვა და ფანჯრებთან გაიქცა, რათა გადაეღოთ ეს ქაოსი. კამერის კადრებზე და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე რამდენიმე წუთში ნგრევის სურათი გამოჩნდა. ქალაქის ცას სქელი შავი კვამლის სვეტები ავსებდა, ხოლო ადგილობრივი ლოგისტიკური ცენტრი სასტრაფოდ ევაკუირდა, რადგან შიშობდნენ, რომ კიდევ მეტი დრონი სწორედ იქ მიემართებოდა. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი აეროპორტის მქონე ქალაქი დომოდედოვო, რომელიც აღმოსავლეთით მდებარეობს, ასევე მალე იგრძნობდა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალის სრულ რისხვას. როდესაც მათი დრონები ცაში დაფრინავდნენ და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტს, იუჟნევრად ინდუსტრიულ პარკს, დაატყდა თავს. იქ უკრაინის დრონებმა რამდენიმე ხანძარი და აფეთქება გამოიწვია, ხოლო მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო საცავი, რომელიც საცალო ვაჭრობის გიგანტ Wildberries ეკუთვნოდა. ეს მოხდა Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული რამდენიმე წინა თავდასხმის შემდეგ, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, რომ კომპანიის ობიექტებს რუსეთი იყენებს სანქცირებული კომპონენტების მიწოდებისთვის, დრონებისა და ნავიგაციის აღჭურვილობის წარმოებაში. ეს ქმედება ფაქტობრივად Wildberries-ის ცენტრებს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად აქცევს და უკრაინა აშკარად აპირებს გააგრძელოს კომპანიის საქმიანობის შეფერხება, თუ მან არ გადაწყვიტა შეწყვიტოს აქტიური როლი კრემლის სამხედრო მანქანის მხარდაჭერაში. გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე საწყობი განადგურდა უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, ხოლო ზელენსკიმ იქზე ამ თავდასხმაზე საკუთარი მოსაზრება გააზიარა და დაწერა. ჩვენმა გრძელვადიანმა სანქციებმა შედეგი გამოიღო ლოგისტიკურ ობიექტებსა და ნავთობის საცავზე. მადლობა უპილოტო სისტემების ძალების მებრძოლებს, ჩვენს სადაზვერო სამსახურებს, სარაკეტო ძალებსა და არტილერიას, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებს. ჩვენ სამართლიანად პასუხობთ რუსეთის თითოეულ დარტყმას ჩვენს ქალაქებსა და თემებზე. ეს ომი უნდა დასრულდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ ამ ომის ერთადერთ მიზეზზე, რუსეთზე, ზეწოლის გაძლიერებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ თავდასხმის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არც რეალური ზიანი იყო და არც ის დიდი თანხები, რომლის გადახდაც კრემლს მოუწია. მას შემდეგ, რაც მათ რამდენიმე ობიექტი ცეცხლში გაეხვია, ეს იყო ფსიქოლოგიური ეფექტი. მოსკოვის მილიონობით მცხოვრები კიდევ ერთხელ შეეჯახა მწარე რეალობას, რომ მათი ქალაქი ისეთი უსაფრთხო არ იყო, როგორც ეგონათ. მათ მცირედ მაინც გამოსცადეს ის, რასაც კიევის მცხოვრებლები წლებია იძულებულნი არიან გაუძლონ, მაშინ როცა მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დარჩა უხერხულ მდგომარეობაში. წლების განმავლობაში ის აქებდა თავისი ქვეყნის საჰაერო თავდაცვას და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქი პლანეტაზე. კიდევ ერთხელ პუტინის პროპაგანდამ ცდარი აღმოჩნდა, რადგან ასობით უკრაინულმა დრონმა მარტივად გადალახა დედაქალაქის დაცვა და შევიდა მის საჰაერო სივრცეში.
და კიდევ ერთხელ, რუსეთმა საკუთარ სახლში იგრძნო ომის ცეცხლი და რისხვა. რაც უფრო მეტი სახის დართვა განხორციელდება, მით უფრო გაბრაზებული და შეშინებული გახდება რუსული საზოგადოება. და რაც უფრო გაბრაზდებიან, მით უფრო მეტად მიუბრუნდებიან პუტინს ზურგს. დაინახავენ, როგორ განაგრძობს მისი პოპულარობა ვარდნას, რადგან მისი ყოფილი მხარდამჭერების უფრო დიდი ნაწილი მოითხოვს მის გადაყენებას ხელისუფლებიდან. უკრაინამ კი ამავე დროს დაამტკიცა 19 ივლისის ღამეს, რომ აქვს ძალა და რესურსები, რათა რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში დაართვას. კიევის დრონები აღარ არის მხოლოდ წინა ხაზის ბრძოლებისთვის ან ოკუპირებულ რეგიონებში ზუსტი დარტყმებისთვის განკუთვნილი. ისინი პირდაპირ ასობით მილს გადიან საზღვარზე და რუსეთის რეგიონებში აღწევენ და მტრის თავდაცვა აშკარად არასაკმარისია მათი შესაჩერებლად. უკრაინის ხალხს უკვე წლებია ერთი თვალით სცინოს, რადგან მუდმივად საჰაერო თავდასხმების საფრთხის ქვეშ არიან, რომლებიც ნებისმიერ წამს შეიძლება განხორციელდეს. რუსები ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, ამ დროს ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდნენ, იცოდნენ, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა, მაგრამ სჯეროდათ, რომ ეს ძალიან შორს იყო და მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. ბოლოს და ბოლოს ეს ილუზია დაიმსხვრა. ახლა თუ გსურთ ნახოთ კიდევ ერთი საოცარი სამხედრო ტაქტიკისა და სიზუსტის ანალიზი, დააწკაპუნეთ თქვენს ეკრანზე არსებულ ვიდეოზე და შემდეგ ბრძოლაში შევხვდებით.